როსტევანი ვერ ეგუებოდა სიცრუეში ცხოვრებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მეფე, რომელიც ყოველ მხრივ შემკული და მდიდარია, ამ სიტყვებს რატომ იტყოდა? რაღა იგი სინათლე, რასაც ახლავს, ბნელია. თილათილის გამეფებისას ასულის ნაცვლად ნათქვამია, ჩემი ძე დავსვათ ხანმწიფედ. ძე ანუ პირმშო, პირდაპირ მიანიშნებს ქრისტიანობის გავრცელების დროის დადგომას. მიუხედავად იმისა, რომ ვაზირები აღნიშნავენ მეფის ახალგაზრდობას, სიბრძნესა და გოლიერებას, რუსთველი აქ ჭეშმარიტებას შეფარვით გვიმხავს, რომ ვაზირები იგივეს მალამდე ფიქრობდნენ, ვიდრე მეფე ამას ხმა-მაღალ იტყოდა. აღმოჩნდება, რომ სახელმწიფოს მმართველებსაც თილათილის გამეფება სურდათ. ხმდა განახარცა საქმნელად, რაცა თქვენ საგლმოვია, სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შელა ფლობია. ხმდა იგივეა, რაც საჭირო იყო, განახარცა იგივეა, რაც რასაკურველია, შელაფლობი იგივეა, რაც დაუფლებული, დასაკუთრებული, გლმოვია იგივეა, რაც გულს ბრტყელია. ვაზირების პირით ვგებულობთ, რასაკურველია საჭიროა ის გააკეთოს, რაც გულზე ტკივილად აქვს. თილათილი როგორც ეციური გოლის ქრისტესა ნარეკვნის მიწიერი სიმბოლო, ქრისტეს მსგავსად ღმრთისგან შობილად მოიხსენიება. თუცა ქალია ხელმწიფედ მართ ღვთისა დალა ბადია. მართ ნიშნავს მხოლოდ ჭეშმარიტად. ვაზირები დარწმუნებული არიან, რომ თილათილი შეძლებს მეფობას. არ გათლევთ იცის მეფობა, უთქველოდ გვითქვამს კვლადია. ავთანდილი ამბობს, რომ ქვეყნის მოლებიც მეფეს თილათილში ხედავენ, ანუ ვეფხის ტყაოსნის არაბეთის მოსახლეობა სულიწმინდას ეთაყვანება. თვით მეფენმა თან მას ხედვენ, მონები მკლავ მაგრებია. როგორც მამა და ძე არის ერთი არსი, ასევე როსტევანი და თილათილიც, როგორც უზილაესი გოლის მიწიერი სიმბოლოები ერთნი არიან. რეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადია. როსტევანი თინათინს ქვეყნის განმანათებელს უწოდებს. თინათინ ჩემი ხამწიფედ დავსი მემისმან შობელმან, მან გაანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანა თობელმან.